მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ დაეხმარა ბილ კლინტონის ადმინისტრაცია 1996 წელს ბორის ელცინს, რომ გამხდარიყო მეორედ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. ახლა უკვე ზოგადად არის მიღებული, რომ აშშ პრეზიდენტ ბილ კლინტონის მეთაურობით მნიშვნელოვნად ჩაერია რუსეთში 1996 წლის გადამწყვეტ არჩევნებში უკიდურესად არაპოპულარული ბორის ელცინის სასარგებლოდ, რომელიც მეორევადით იბრძოდა პრეზიდენტობისთვის კომუნისტ ზიუგანოვის წინააღმდეგ. მართლაც ბევრი ასე თქვა კვლევა ჩატარდა, ერთ-ერთი არის ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევა International Studies Quarterly, სადაც ციტირებულია მაგალითად New York Times-ის სტატია აშშ არჩევნების ჩარევის შესახებ და ვკითხულობთ მასში. ამერიკელების შიში, რომ ბორის ელცინი 96 წელს პრეზიდენტად ხელახლა არჩევაზე დამარცხდებოდა, კომუნისტურ ძველმოდური კომუნისტისგან გამოიწვია ღია და ფარული ძალისხმევა მის დასახმარებლად, რომელსაც პრეზიდენტი ბილ კლინტონი აორგანიზებდა პირადად. ეს მოიცავდა ამერიკის მიერ მაგალითად 10 მილიარდი დოლარის სესხის საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან რუსეთისთვის არჩევნებამდე 4 თვით ადრე გამოყოფას და ამერიკელი პოლიტიკური კონსულტანტების გუნდს. ახლა საინტერესოა მეგობრებო, ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან უცნაური არ არის დემოკრატიული ქვეყნისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები პირდაპირ დაეხმარა ელცინს. ეს ის ელცინია, რომელიც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა ხალხო. ეს ის ელცინია, რომელიც არაერთხელ გადაგვაგდო. აი მაგ ელცინს დაეხმარა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იმისათვის, რომ მეორედ გამხდარიყო პრეზიდენტი. მინდა გითხრა, რომ არავისთვის დღეს აღარ არის ვისაც უნდა რომ სიმართლე იცოდეს, არავისთვის არ არის საიდუმლო ის, რომ ელცინი პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების აგენტი იყო, გავლენის აგენტი იყო რუსეთში, რომელმაც უზარმაზარი რაოდენობის ფული გადასცა ოლიგარქებს, რომლებიც იყვნენ ამერიკის ხალხი. ეს ახლა უნდა იცოდეს ხალხმა რა. როგორც 1996 წლის 15 ივლისს Time ჟურნალის სტატია სახელწოდებით Rescuing Boris აღწერდა. ჟურნალი Time 96 წელს სტატიაში Rescuing Boris, რას ნიშნავს Rescuing Boris? Rescuing Boris ნიშნავს გადავარჩინოთ ბორისი. ეს აღნიშნავდა ამერიკელი პოლიტიკური კონსულტანტების გუნდის გაგზავნას, რომლებმაც $250,000 და ხარჯები გადაუხადეს, რათა საიდუმლოდ ემართათ ელცინის წარუმატებელი საპრეზიდენტო კამპანია. ეხლა დაიმახსოვრეთ ეს $250,000 მისცეს აი ამ კონსულტანტების ჯგუფს. მანამდე New York Times-ი წერდა, რომ 10 მილიარდი დოლარი, როგორც ყველასთვის უკვე ცნობილია, სესხი დაუმტკიცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 4 თვით ადრე არჩევნებამდე. რომელზანაც აქ აღარ წერია, მაგრამ რო იცოდეთ, მეგობრებო, 1 მილიარდი მიიმართა პირდაპირ ბორის ელცინის კამპანიაში ამერიკელების მიერ. ხონა გესმოდეთ რა არის IMF-ი, International Monetary Fund, საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ეს არის თითქოს ესეთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელიც რაღაცა ეკონომიკურ განვითარებაში ეხმარება განვითარებად ქვეყნებს. სრული ტყუილი. ეს არის ინსტრუმენტი ბრეტონ ულსის დროს, მეორე მსოფლიო ომის დროს წარმოშობილი ბრეტონ ულსი ერთის დროს წარმოშობილი ინსტრუმენტი გლობალისტების ხელში იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვალებში ჩააგდონ ქვეყნები, მათ შორის საქართველო. და ამ IMF-მა გამოყო ფული იმისთვის კი არა, კაცო, რუსეთს დავეხმაროთ. პირდაპირ იმას ჩაურიცხა, კაცო. საარჩევნო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა IMF-მა. ხო, ამ გუნდში შედიოდნენ, აი ამ კამპანიას, ვინც ხელმძღვანელობდა საარჩევნოს, აი ამ გუნდში შედიოდნენ დიკ მორისი, ბილ კლინტონის მთავარი კამპანიის მრჩეველი, ბილ კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი მრჩეველი დიკ მორისი, რიჩარდ დრესნერი, რომელიც დაეხმარა ბილ კლინტონს არკანზასის გუბერნატორის არჩევნებში გამარჯვებაში. გარდა ამისა, თვითონ დიკ მორისია ძალიან საინტერესო რას ამბობს, როგორ ეხმარებოდნენ ელცინს, ეს ძალიან საინტერესო. წავიკითხოს ციტატა. აი ეგ არის ციტატა, ნახეთ. ჩვენ კლინტონი და მე გავდიოდით ამას, გავდიოდით რას ნიშნავს, სიტუაციას ვაკონტროლებდით და ბილი დარეკავდა ცხელხაზზე და ელაპარაკებოდა ელცინს და ეუბნეოდა, რომელი რეკლამები გაეშვა, სად ემართა კამპანია,
რა პოზიციები დაეკავებინა. ბილი გახდა ელცინის პოლიტიკური კონსულტანტი. ანუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მართავდა ბორის ელცინის რუსეთის პრეზიდენტის და ამავე დროს ახალარჩენების საპრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიას დეტალებში, ისე დეტალებში, როგორიც არის, აი, ეხლა გაუშვი რეკლამა, ეხლა წადი აი აქ, ეხლა ეს გააკეთე და ასე შემდეგ. ამას ამბობს Time მაგაზინი, Time ჟურნალი Time. მე არ ვამბობ, აგერ არის Rescuing Boris. ხო, დახმარება ელცინის, როგორც აღნიშნეთ, რომელიც კლინტონის თეთრმა სახლმა გაუწია, მოიცადა 10 მილიარდი დოლარის გადაუდებელი ინფუზიის უზრუნველყოფას IMF-ის ფულიდან რუსეთის არჩევნებამდე. როგორც Time ჟურნალმა განმარტა, ელცინი ღრმად არაპოპულარული იყო რუსი ხალხის ჩეჩნეთში მისი სასტიკი თავგადასავლების გამო, მისი მზარდი ავტორიტარიზმის გამო, მისი ეკონომიკური რეფორმების პროგრამის გამო, რომელმაც გამოიწვია კორუფცია და ფართო გაჭირვება და სიმართლე გითხრათ, ელცინმა კი არ გამოიწვია, ეგ გამოიწვია თვითონ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ეგრეთ წოდებული პრივატიზაცია, რასაც ეძახდნენ, ეს არის ძალიან შოკ თერაპიას დაარქვეს, ეკონომიკური შოკ თერაპია, როდესაც სოციალისტური წყობა უცებ გადადის კომუნისტურ წყობაზე, აუცილებლად პრივატიზაცია თუ ხდება, აუცილებლად ოლიგარქია წარმოიშობა. ეს არის ელემენტარული ეკონომიკა. აუცილებლად წარმოიშობა ოლიგარქია, ამიტომ კერძო საკუთრებაზე უცებ გადასვლა, შოკურად გადასვლა იწვევს სწორედ ამას და ეს გააკეთა თვითონ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. საბოლოოდ ბორისი გადაარჩინა კლინტონის თეთრმა სახლმა. სანაცვლოდ ძალიან საინტერესოა. უნდა აღინიშნოს, რომ კლინტონმა მოახერხა რაღაცის მიღება თავისი ერთ-ერთი ძველი არკანზასელი მეგობრისა და მთავარი კამპანიის დონორის ტაისონ ჩიკენისთვის, როცა ელცინი დაარწმუნა გაინთავისუფლებინა ტაისონი ჩიკენი 20%-იანი ტარიფებისაგან. ანუ ხო დასვეს ეს ელცინი და მე უბრძანეს, რომ ბიჭო, აი რუსეთში შემოდის ჩვენი ქათამი რა, არკანზასელი ძმაკაცი მყავს ძმა და აი გეხოცები რა ძმობას გაფიცებ ხა რა, ამას 20%-იანი ტარიფები უკვე 20% ზედმეც იხდის და მოდი ისე შემოუშვი რა რუსეთის ბაზარზე. ანუ ტარიფები მოუხსენი და ელცინს კი კაცო, ისეთ საქმე გამიკეთე რაზეა საუბარი და მოუხსნეს ტარიფები აი ამის ძმაკაც, რომელთაც გონივრული ეჭვია ვივარაუდოთ, რომ კლინტონსაც შეხვდებოდა წილი აი ამ მანიპულაციისგან. Time ჟურნალის სტატიამ დასკვნაში ტრიუმფალურ ტონში განაცხადა, რომ ელცინის საბოლოო ძალიან ახლო გამარჯვებით დემოკრატიამ გაიმარჯვა და მასთან ერთად მოვიდა თანამედროვე კამპანიების ინსტრუმენტები, მათ შორის ის ხრიკები და მოტყუება, რომლებიც ამერიკელებმა ასე კარგად იციან. ამერიკული ხრიკები რა იყო? რომელსაც ელცინმა გამოიყენა რა, ეს იყო ფართო შავი ოპერაციები, მათ შორის ოპოზიციური მიტინგების და პრესკონფერენციების დარღვევა და ასე შემდეგ, ხო? ბინძური ხრიკები, ასევე მოიცავდა ისეთ ტაქტიკებს, როგორიც ოპოზიციის მიტინგების და პრესკონფერენციების ყალბით არიღების გამოცხადება, შემაშფოთებელი კამპანიის მასალების გავრცელება, რომლებსაც მოტყუებით მიაწერდნენ ზიუგანოვს, ოპოზიციას და ზიუგანოვისა და მისი მოხალისეებისთვის სასტუმროს რეზერვაციების ჯავშნების გაუქმება და ამას მე არ ვამბობ, ამას ამბობს ანა ვილიამსონი, ეს არა ვილიამსონი არის ხალხო, კონგრესმა გააგზავნა ანა ვილიამსონი თავის წარმომადგენლად, იმისათვის რომ თქვათ გაირკვია რუსეთში ბოლო 5 წელიწადში სიტუაცია და მათ შორის არჩევნებში და ეს ვილიამსონი ჩამოდის და კონგრესს აწვდის დასკვნას. ანუ ვილიამსონმა რაც ნახა კონგრესის წარმომადგენელმა და აგერ არის ანა ვილიამსონ testimony before the Committee on Banking and Financial Services of the US House of the Representatives September 21, 1999. აქ აღწერს ანა ვილიამსონი ასევე ძვირფასო მეგობრებო ძალიან საინტერესო რაღაცებს თუ როგორ ოლიგარქია ამერიკამ და ამერიკელმა ბანკირებმა როგორ წარმოშვეს შოკ თერაპიით. აქ არის ყველაფერი აღწერილი. ანუ მოდ დასკვნის სახით რა ხდება? დასკვნის სახით შემდეგი რამეა მეგობრებო. ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ეხმარება იმაში, რომ ელცინი დასვას, ელცინმა გააგრძელოს მოღვაწეობა და შესაბამისად ეს ნიშნავს საქართველოსთვის იმას, რომ არანაირი სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს არ არსებობდა. ელცინი, რომელიც ჩვენ ვიხოცავდა ხალხს, ამას ეხმარებოდა კლინტონი პირდაპირ დეტალურ დონეზე არჩევნებში 2016 წელს. ხოლო მანამდე, რა ვიცი, მანამდე საერთოდ კიდევ უფრო მეტად იყვნენ
ამერიკამ, ასე ვთქვათ, ცივი ომის შემდეგ, როდესაც მოიგო ცივი ომი და საბჭოთა კავშირი დაანგრია და თვითონ რუსებმა დაანგრიეს სინამდვილეში, მთლიანად, ასე ვთქვათ, მხარში ედგა ამერიკის შეერთებული შტატები და საბოლოო ჯამში დიდი გონივრული ეჭვი არსებობს, რომ ჩვენ აფხაზეთის და იმის, ასე ვთქვათ, ამბავში როგორც მინიმუმ არაფერი ხელი არ შეუშლია ამერიკას და არის, ასე ვთქვათ, ვარაუდი იმისაც, რომ ხელიც კი შეუწყო იმაში, რომ მომხდარიყო ჩვენ ტერიტორიების ოკუპაცია. მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებები.